საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკია გავრცელებული ინფორმაციით ნივთიერება, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება, სოციალური ქსელის საშუალებით იყიდება და ლოკაციებზე ეგრეთ წოდებულ კურიერებს მიაქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ნაბიჯი მომავლისაკენ დირექტორის ექიმის ქეთევან ბიძინაშვილის თქმით, ნარკოტიკების ზედოზირებით 5 ახალგაზრდა გარდაიცვალა. თუნდაც ქალაქ გორში და გორის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 კვირის განმავლობაში აკყავს 5 ზედოზირებით გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანი. დაახლოებით რამდენი წლის არიან? ეხლა ეს ასაკი მერყეობს დაახლოებით ასე 30 წლიდან, შეიძლება იყოს 50-55 წლამდე, მაგრამ მაინც ახალგაზრდები არიან ეს ადამიანები. სკოლის მოსწავლეებში თუ შეიმჩნევა? სკოლის მოსწავლეებთან, იცით როგორ, სკოლის მოსწავლეებთან ზედოზირების შემთხვევა ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ეხლა გეტყვით ერთ რამეს, ჩვენ გვაქვს უფლება ვიმუშაოთ 18 წლის ადამიანებთან, ან შესაძლებელია ვიმუშაოთ 16 წლის ზემოთ, მაგრამ მას უნდა ჰყავდეს წესითა და რიგით მეურვე. მეურვით ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობა, ხო? გქონია ესეთი შემთხვევები, თუმცა მეურვე ხშირ შემთხვევაში გვევლინება ხოლმე როგორც სოციალური მუშაკი, ან თუ არის განრიდებული პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი. იშვიათად მინახია, რომ მშობელი ყოფილიყო, რომელიც მოსულა ჩვენთან და უთქვია, რომ მის შვილს აქვს ნარკოტიკის მოხმარების, ინექციური ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკა. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ჟურნალისტი ელისო კილაძეც, როგორც მან გადაცემა აქტუალურ თემაში განაცხადა, ქვეყანაში ნარკომოხმარება გაზრდილია და სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების სიმცირეა. ის ასევე ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაა გორის მუნიციპალიტეტში, რადგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ოკუპირებული ზონიდან ნარკოტიკული ნივთიერებები დრონების საშუალებით გადმოაქვთ. საქართველოში ამ მხრივ გახლავთ ყველაზე მძიმე სიტუაცია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში ყოფილა. ნარკომოხმარება, რა თქმა უნდა, გაზრდილია, ისევე როგორც გაზრდილია ამ ნარკომოხმარების, ანუ ბაზარზე არსებული სასიკვდილო ნარკოტიკის ძალიან მძიმე შედეგები, იმიტომ რომ რეანიმაციებში პრაქტიკულად ადგილი აღარ არის. პერედოზით მიყვანილი ახალგაზრდები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ისევე როგორც ადგილი აღარ არის ფსიქიატრიულ კლინიკებში, სადაც ამფეტამინის მომხმარებლებით არის სავსე. მძიმე მდგომარეობა გახლავთ გორში, იმიტომ რომ საზღვრისპირა რეგიონებში და სამეგრელოში, იმიტომ რომ საზღვრისპირა რეგიონებში დრონებით ხდება ნარკოტიკების გადმოტანა ქვეყანაში. თუმცა არის პრეცედენტები იმისიც, რომ ლაბორატორიები ფუნქციონირებს ადგილზე, ერთი ლაბორატორია იქნა ჯერჯერობით მხოლოდ აღმოჩენილი, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკი, რაც არის ახლა საქართველოში წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ საზღვრით შემოდიოდეს. დიახ, მე მქონდა ინფორმაცია და რამდენიმე მათგანი დაკავებულია კიდე ფსიქოტროპული აბების მოვაჭრეები სალონებში იყიდებოდა და ასე შემდეგ. საზღვრისპირა რაიონებში უკვე პირდაპირ როგორ გითხრათ, აი არც კი იმალებიან, არც კი ერიდებიან, აი ჩვეულებრივ ხელიდან ხელში საზღვართან ახლო მდებარე სოფლებში რაღაცა საბითუმო ვაჭრობებია გამართული ნარკოტიკების რეალიზაცია. საკითხთან დაკავშირებით ტელეკომპანია თრიალეთის გადამღებ ჯგუფთან საუბრობენ მოქალაქეებიც, მათი თქმით, საქართველოში ნარკომოხმარება გაზრდილია და ის ძირითადად ახალგაზრდებში შეიმჩნევა. ნამდვილად მომრავლებულია. უფრო რომელ ასაკში იმჩნევა? აი მაგას ვერ გეტყვი და სადაც ვაკვირდები, უფრო მეტია მომრავლებულია. ყოფილა თუ არა გარდაცვალების შემთხვევა? როგორც ტელევიზიით ვიგებთ, ყოფილა გარდაცვალების შემთხვევები. თქვენი აზრით რა უნდა იყოს, რა უნდა შეიძლება? ზომები უნდა იყოს მიღებული. არა მარტო მომხმარებელზე, არამედ ჩემომტანზეც. აუცილებლად უნდა მიიღონ რაღაცა ისეთი ზომები, რომ აღარ შემოვიდეს ნარკოტიკი. არის გაზრდილი და მიხედვა უნდა ნამდვილად ამ პრობლემას. პატარა ასაკი სკოლის მოსწავლეებიდან უკვე ძალიან ბევრია და ამიტომ მთავრობამ რაღაცა უნდა იღონოს, რომ შემცირდეს. სკოლებში სხვანაირი რელიგია რო შემოვიდეს, უფრო სხვანაირად აღიზარდეს, რომ მოერიდონ. და რა ვიცი, მე მგონი ამით გვეშველება რა. რა შემთხვევები შეგიმშველება? რავი, აი სკოლის მოსწავლეებში მაგალითად მინახია Facebook-ზე, აი ესეთი ისინი, რომ ძალიან ბევრი უჩივის ასეთ მდგომარეობაში, რომ ბავშვები ღამის კლუბებში დადიან და გართობები და ასეთი რაღაცა. და ამიტომ რაც ნაკლებად იქნება უფრო და სხვა რამით დაკავდებიან, უფრო რელიგიურად, ქრისტიანულად აღიზრდებიან, მოერიდებიან, ძალიან სულიერად უფრო ძალიან დაბალი დონეა და რა ვიცი. ვერ გეტყვით.
ძალიან მომრავლდებია ნარკოტიკის მიღებები. რომელ ასაკშია უკვე მომრავლებული? ვიცი 20 წლიდან ალბათ. გაზრდილია რა თქმა უნდა დღე არ გავარო არ გამოაცხადო რვა დაიჭირეს ეს მათი არანაკლები 20 წელს ანუალურ პატიმრობას ყოველდღე უსმენ და ძალიან არის მომატებული. რომელ ასაკში არის უფრო მომატებული? ის ახალგაზრდებიც არიან და ახალგაზრდებში უფრო. სამითხეთ ახალგაზრდებშიც და ბევრად. ყოფილა თუ არა გარდაცვალების შემთხვევაში? კი. რომელიც ძალიან სავალუროა და საწყენია, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა ამ საქმეშია ჩაძირული. ყველას არა, მაგრამ ზოგიერთი. ძალიან ბევრი. რომელ ასაკში უფრო იკეთება ეს? ახალგაზრდებში. რაიმე ფაქტი თუ შეგიმჩნევიათ ამასთან დაკავშირებით? არის მომენტები რომ შეუმჩნევია, მაგრამ დასახელების ვინ არიან ხო არ ვიცით. გარდაცვალების შემთხვევები ხომ არ დაფიქსირებია? კი, კვადრი ტელევიზორში მოვისმინეთ ეგეთი რაღაცები. ანუ ხშირად გადმოსცა. კი. 80 მომხრე 0 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებია. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. კერძო ცისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით გათვალისწინებულია სავალდებულო მკურნალობაც.